ხლა არ ვეგლა გიყურებთ თქვენ და თქვენ და cheats. Როგორ მსჯელობთ, ხსნით პრობლემებს, ასე შემდეგ და დიდად არ მოსწონს ეგ ამბავი, იმიტომ რომ თვითონ არის მიჩვეული მრჩეველობას, ჭკვიანი ადამიანის სტატუსს და ასე შემდეგ, არ მოსწონს ეს ამბავი და მეფეს ეუბნება რომ კი მაგრამ მეფეო ჩვენ რომ ხილის ფასების პრობლემა არ გადაგვიჭრია და მეფეც უი ხო გაგვახსენდა ეს კიდე კარგი უთხრათ რომ გადაჭრან ეს პრობლემა. და გეუბნებიან თქვენ და cheats ამ პრობლემას, ამ ამოცანას. და ამოცანა ესეთია, რომ თავის დროზე წავიდნენ რაღაც ბაზრობაზე, იყიდეს რაღაცა ხილი, მაგრამ დაავიწყდათ, დაიმახსოვრებინათ თითოეული ხილი რა ღირდა. ანუ რა ღირდა ეს, რა ღირდა ის. სამაგიეროდ ახსოვთ რა რამდენი შეიძინეს და რამდენი დაუჯდათ საერთო ჯამში. ესე იგი, ახსოვთ ესეთი რაღაც, რომ შეიძინეს 2, მოდი თეთრად დავწერ. შეიძინეს 2 კილოგრამი ვაშლი და 1 კილოგრამი ბანანი და ეს დაუჯდათ ჯამში 3 ლარი. რატომაც ლარებში ხდება ეს ამბავი? ხოლო მეორე წასვლაზე შეიძინეს 6 კილოგრამი ვაშლი და 3 კილოგრამი ბანანი. ესე იგი, აი ესეთი ინფორმაცია აქვთ. და ისიც ახსოვთ, რომ ეს დაუჯდათ 15 ლარი. ეს ორი რაღაცა ახსოვთ. და ეს ეშმაკურად იყურება, რომ აბა მიდი და ეხლა ამოხსენიო ეს თუ მაგარი ხარო. ჩიტი უჩურჩულებს მეფეს რაღაცას, მეფე გეუბნება, რომ ხო, დავიწყოთ განსაზღვრა რაღაც ცვლადების და ვნახოთ აბა საით წავალთ. ხო და ჩვენც ავდგეთ ესე იგი, იწყებთ ცვლადების განსაზღვრას, მოდით ასე იყოს, რომ 10, ანუ A განსაზღვრავს ვაშლების ფასს, ანუ რა არის ვაშლი, ანუ თვითო კილოცხადია. და B იქნება ბანანი. კარგი. და ახლა მოდი დავწეროთ, ესე იგი, თუ 2 კილოგრამი ვაშლი იყიდეს და ღირდა A, აჯერ არ ვიცით რა არის და 1 კილოგრამი ბანანი და ღირდა B, თითო კილო. და სულ 3 ლარი დაუჯდათ. ესე იგი, გამოდის რომ 200 plus B, პირდაპირ B, იმიტომ რომ 1 ჯერ B არის. იქნება 3. ეს იქნება პირველი განტოლება. ხოლო მეორე განტოლება იქნება ასეთი. 6 გამრავლებული A-ზე plus 3 ჯერ B უდრის 15-ს. მოდი რამე ისეთი ფორმით გადავწეროთ ეს განტოლება, რომ აქეთა განტოლებას რომ დაუმატებთ, ერთ-ერთი წევრი გაბათილდეს. მოდი მაგალითად ეს ანუ A წევრი ავიღოთ, ანუ 2A წევრი, გავამრავლოთ -3-ზე ყველაფერი, იმისთვის რომ ეს გახდეს -6A, -6A და ამას რომ დაეჯახება გააბათილოს. ესე იგი, ამას ვამრავლებთ მთლიანად ორივე მხარეს -3-ზე. აქეთ გვექნება ესე იგი -6, მოდი ეს ამ ფერით არ გვინდა, -6A -3B უდრის -9-ს. კარგი ბატონო. ახლა მოდი ეს, ანუ აქეთ ამ მხარე დავუმატოთ აქეთ ამ მხარეს და ეს -9 დავუმატოთ 15-ს. მაშინ აქეთ პრინციპში ამის ქვეშ რომ დამეწერა რა უჭირდა. მოდი აქ გადავწერ, კარგი არა უშავს. -6A plus გერდა -3B უდრის -9-ს. და კი ბატონო, როგორც ვაკეთებდით, 6A და -6 ერთმანეთს გააბათილებენ, მაგრამ საინტერესო რაღაც ხდება აქ. 3B და -3B-ს აბათილებენ ერთმანეთს. და გრჩება 15-9, რაც უდრის 6-ს, აქეთ ამ მხარეს გრჩება 0. ანუ ვიღებთ რომ 6 უდრის 0-ს. ეს რა არის? ანუ რაღაც უცნაურია. და გაკვირვებული უყურებთ მეფეს. და მე გაკვირვებული უყურებთ cheats. cheats თავისი იდეა აქვს და მეფეს უჩურჩულებს და მეფე გეუბნებათ რომ მოდი ერთი კარგად შევხედოთ ამას, ააგეთ გრაფიკი და ვნახოთ რა არის პრობლემა. იქნებ გრაფიკზე გამოჩნდეს კარგად. და თქვენც იწყებთ გრაფიკის აგებას. ესე იგი, იმისთვის რომ გრაფიკი ავიღოთ, მოდი გადავიყვანოთ ორივე განტოლება. ორივე განტოლება გადაგყავთ დახრილობა გადაკვეთის ფორმაში. ამის გადაყვანა მარტივია, თქვათ B იყოს დამოკიდებული. მაშინ ეს იქნება B ტოლია 3-2A, ან უფრო სწორად რომ დავწეროთ -2A plus 3, იმიტომ რომ ჯერ ვწერთ ხოლმე, ანუ ასეთ ფორმაში ვწერთ ახლა განტოლებებს, შეგახსენებთ. Y ტოლია mx plus b. აი ამ ფორმაში, სადაც m არის დახრილობა და b არის y ღერძის გადაკვეთის წერტილი. აქ დახრილობის როლს თამაშობს -2, ხოლო y ღერძის გადაკვეთა არის 3. ახლა ეს გადავწეროთ. ამისთვის ცოტა მეტი გამოთვალა დაგჭირდება, ესე გადმოვწერ აქეთ 6a plus 3b ტოლია 15-ის. ორივე მხარეს 6-ი რომ გამოვაკლოთ, დაგვრჩება 3b ტოლია
15-ს მინუს 6-ა, გავყოთ ორივე მხარე 3-ზე, b ტოლია, 15 გაყოფილი 3-ზე არის 5, 6 გაყოფილი 3-ზე 2. ანუ, რომ გადავწეროთ უფრო სტანდარტულ ფორმაში, მინუს 200 პლუს 5. ესე იგი, ეს არის ჩვენი მეორე განტოლება. მოდი გადმოვწერ აქეთ, მივწერ ქვევით. მოდი ესე ვიზამ, აი. ესეთ რამეს გავაკეთებ. ესე იგი, ერთი განტოლება გვაქვს, მოდი უკეთეს ყვითელს ავიღო რაღაც მკვდარი ყვითელიას. ერთი განტოლება b ტოლია მინუს 2a პლუს 3 და მეორე განტოლება b ტოლია მინუს 2a პლუს 5. კარგი. ახლა რას ვაკეთებთ? ეს არ გვინდა. გვინდა რომ ავაგოთ გრაფიკი, ხო? მოდი ავაგოთ გრაფიკი. ამისთვის დავხაზოთ ღერძები. ესე იგი, ეს იყოს x ღერძი, ეს იყოს x ღერძი, ეს იყოს y ღერძი. ამ შემთხვევაში x და y-ის ნაცვლად უნდა იყოს a და b. და მოდი ავაგოთ პირველი. ესე იგი, ჯერ შევხედოთ, ხედავთ რომ როცა a არის 0, მოდი დანაყოფებს გავაკეთებ. დანაყოფებს გავაკეთებ ბარემ. რამდენიმე დანაყოფს. კარგი. ესე იგი, ხედავთ რომ როცა პირველ განტოლებაში a 0-ია, b უდრის 3-ს. ესე იგი, გამოდის რომ 1, 2 და 3, აი აქ გაივლის ეს წრფე, ამისი, ეს ხომ წრფივი განტოლება იქნება, ანუ ეს ხომ წრფის განტოლება, წრფის გრაფიკს ვაგებთ. და როცა a არის 0, 3-ს უდრის b და ვიცით რომ დახრილობა არის -2, ანუ ეს რას ნიშნავს? როცა მარჯვნივ გადავდივართ 1-ით, ქვემოთ ჩავდივართ 2-ით. ანუ აი აქ. ანუ ნახეთ, გადავედით 1 პუნქტით მარჯვნივ და 2 პუნქტით ქვევით. ეს ამას გულისხმობს დახრილობა. ესე იგი, დაახლოებით ცოტა რთულია ახლა ეს ჩემთვის, მაგრამ შევეცდები. დაახლოებით აი ასეთი წამით. დაახლოებით აი ესეთი, მოკლედ რა. უბედური ვარ გრაფიკების ხაზვაში. მაგრამ იდეას ხვდებით რა, როგორიცაა. აი ესეთი გრაფიკი იქნება და გაივლის ასე. კარგი ბატონო, ახლა გადავიდეთ მწვანეზე. მწვანე რას გვეუბნება? ისევ, როცა a არის 0, b ამ შემთხვევაში არის 5. ანუ ესე იგი, b-ს გადაკვეთის წერტილი არის აქ. და დახრილობა ისევ არის -2, ანუ ეს გვეუბნება რომ როცა 1-ით მივდივართ მარჯვნივ, 2-ით ჩავდივართ ქვემოთ. ანუ აი აქ სადღაც. ესე იგი, გამოდის რომ ამისი გრაფიკი გაივლის დაახლოებით ასე. აი ესე. დაახლოებით რა, რეალურად ზუსტად უბრალოდ მე ვერ ხაზავ კარგად და ამიტომ ვარაუდით ნახაზი გამოდის. ეს რომ კარგი ნახაზი ყოფილიყო, შეამჩნევდით, რომ ეს ორი წრფე ზუსტად ერთმანეთის პარალელურია. და როცა ერთმანეთის პარალელური არის ორი წრფე, ეს ორი წრფე ცხადია არ იკვეთება, ხომ? განმარტებაც ეს არის, რომ ისინი არ იკვეთებიან. და თუ ისინი არ იკვეთებიან, ამონახსნი არ არსებობს. და მეფე ხედავს ამ გრაფიკს და ამბობს, რომ ამონახსნი არ აქვს კაცო ამ სისტემას. და უცებ თქვენი აზრებთ, რომ სინამდვილეში არ ბეიგლა სპეციალურად გაძლევთ ამ ამოცანას, რომ რაღაცნაირად მეფის თვალში გამოგაჩინოთ ცუდად და თქვენ არ ბეიგლას ეუბნებით, რომ არ არის ეგ კარგი საქციელი, როგორ ბედავ, ასე შემდეგ, ეს არის შეუთავსებელი, მოდი სადმე და აი აქ დავწერ, არფერშუაში არის ამ წუთას აქ, მაგრამ აქ დავწერ. შეუთავსებელი განტოლებათა, თუმცა ის გავწდე ამას. სისტემა. და